კარგი გოგოებო, დღეს სმაილს ვერ შევხვდები. დიანა, მართლა აურიე. ვიცი. დიანა, უბრალოდ ბოდიში მოუხადე. კნოპა, როგორ? ასე სმაილ ძალიან დიდი ბოდიში აღარ გავაკეთებ. დიანა, უთხარი, სმაილ ხომ იცი როგორი ადამიანიც ვარ, მაგრამ შეცდომებს ყველა უშვებს. ნახე, ვირთხები უკვე აქ დგანან და ლატეს სვავენ. იცით რა გოგოებო, საერთოდ არ მაინტერესებს სად დგანან და რა სვავენ. ახლა ჩვენ მივალთ და ლატეს ან კაკაოს დავლევთ. თავარია სმაილმა არ დამინახოს. დიანა, სამუდამოდ ვერ დაემალები. გამარჯობა, აის 4 ლატე გვინდა. გოგოებო, გამარჯობა. კარგი ახლობთ. ჩემი ყავის მანქანა ყველაზე გემრიელ ლატეს და კაკაოს აკეთებს. ბანი. კარგი, აის 4 გემრიელი ლატე გაგვიკეთე. დიანა, სმაილი მოდის. გოგოებო, დამალეთ. დიანა, აქეთ მოდის, აუცილებლად დაგინახავს. აის, შეიძლება მან შემოვიდე? დიანა, ჩემთან. მორჩა, დიანას აღარ ვაპატიებ. ხო, მართალი ხარ, არ აპატიებ. რომეო, შენ გაჩუმდი. ვიცით რომ გინდა დიანა და სმაილი რო ერთმანეთს დაშორდნენ. არა, ეს უბრალოდ მეგობრული რჩევა. აის, მადლობა, დამეხმარე. გოგოებო? სმაილი, დიანა აქ არის. კარგი, მორჩა, მართლა დავიხალე. დიანა, რას აკეთებ? აის, აქ არ ვარ. დიანა, ეს დასამალი ადგილი არაა. დიანა სადაა? გამარჯობა, სმაილ. დიანა აქ არ არის. ჩვენ ამ წამს დავინახეთ. ვერ ხედავთ რომ აქ მარტო 3 ჩილიდერი დგას. არა, დიანა აქ იყო. გამარჯობა კალათბურთელებო, რომელი სასმელი გინდათ? შემიძლია ყავა შემოგთავაზოთ და ლიმონათიც. მეცხრე შოკოლადი გამიგეთე, 2 ჭიქა. იანა, ამ ყველაფერს უყურებ, დიანა სმაილს ემალება. ხო, ალბათ ისევ რაღაც გააფუჭა. გოგო, რამე ხომ არ ქნათ? იქნებ დიანას სამალავი ადგილი ვუთხრათ. კნოპა, დიანა სად არის? ბოდიში სმაილ, დიანა ამ დილის შემდეგ არ მინახავს. ხო, დარბოდა აქეთ-იქით რაღაცა. ხო, ალბათ ემზადებოდა ვარჯიშისთვის. არა გოგოებო, რაღაცა სიტყვებით დავინახე დიანა და მისი გრძელით შეუძლებელია რომ ის ვინმე სხვა შეამრეოდა. ეს დაულია მეორე ჭიქა მომე. გამარჯობა სმაილ. დიანას ეძებ? ხო, თქვენი ციცადაა. ჯანდაბ ახლა ვირთხები ჩაუშვებენ. ხო, დიანა ამას არ გვაპატიებს. აბა, სადაა? ტრეილერში აისთან იმალება. აის? სმაილ, აი ცხელი შოკოლადი ჩემგან საჩუქრად. მადლობა, მაგრამ არ არის საჭირო. გოგოებო, ვერ ხვდები, მეხუმრებით. აქ იყო. მოიცადე, როგორ გაუჩინარდებოდა? ვირთხებო, სმაილთან ხუმრობას არ გირჩევთ. არ ვხუმრობდით, იქ მართლა დავინახეთ. ვირთხებო. ესე იგი უფასოდ, მადლობა. ჩვენ გადავიხდით. კალათბურთელებო, ვარჯიშზე უნდა წავიდეთ. კარგით, ვიღაცამ ჩემი ნიღბები მოიპარა, მხოლოდ ერთი დარჩა, ესეც გახსნილი. უკან დააბრუნა. რა ხდება? ბლონდი, მე არ ვიყენებ ასეთ ნიღბებს, ალერგიული ვარ და სახე მეფხანება ხოლმე შემდეგ. ბლონდი, მე ნიღბებს საერთოდ არ ვიკეთებ, იმიტომ რომ იდეალური კანი მაქვს. ჯული? რა ჯული? მე მხოლოდ აკნესთვის მედიცინას ვხმარობ. კარგი გასაგებია. გოგოებო, ჩვენ არა გვიგია ბლონდი. რას მეუბნებით, რომ ამ ნიღბებმა რა გააკეთეს? გაქრნენ, წავიდნენ სადღაც აბაზანიდან? ბლონდი, რატომ ყვირი? რამე თუ მჭირდება ხო გეკითხები? ხო, მეც ყოველთვის გეკითხები. და ხო, მეც არ აგვიღია. კარგი, მე თუ სულელი გონი ვართ, კიდევ ერთი საუბარი გვექნება ოღონდ მასწავლებელ მაიკთან. გოგოებო, რა მოხდა? ამჯერად რაზე გავმოთობთ? მასწავლებელო მაიკ, ჩემი კოსმეტიკა და ნიღბები გაქრა და მაინტერესებს ვინ მოიპარა და ვინ არის ქურდი. გოგოებო, ყოველთვის კამათი და ჩხუბი როგორ შეგიძლიათ? უბრალოდ აღიარეთ, ვინ აიღეთ ქერას ნიღბი. ხო, გამოდით, ვინ აიღო, თორემ მასწავლებელი მაიკი თქვენს ნივთებს შეამოწმებს. ჩვენ არ გვეშინია არაფრის. ქერა ხო გაიგონე? შეგიძლიათ შეამოწმოთ, მე არაფერი ამიღია. ხო, მეც არ მადარდებს შეამოწმეთ. მე მადარდებს არ ამიღია, მაგრამ ჩემი ნივთები არ შეამოწმოთ. ქერა, მართლა გინდა რომ გოგოების ნივთები შეამოწმო? იქნება არავის არ აუღია. უკვე ვიცი სად არის ჩემი ნიღბები. იმ ადამიანს აქვს, რომელსაც ეშინია შემოწმების, არა ჟენია. აუ ბლონდი, რა გინდა ვერ გავიგე, შენც ხომ იყენებდი ჩემს კოსმეტიკას? გოგოებო, ჟენია მოიპარა ბლონდის ნიღბები. არ მეგონა თუ ჟენია ამას ოდესმე გააკეთებდა. რაც უფრო ნაკლებს ფიქრობ ადამიანზე, მით უფრო დამნაშავეა. აი, აიღე შენი სულელური ნიღბები. ნეტავ შენი სახე ისეთი წითელი გახდეს, როგორიც ეს ბროწეულია. უნდა გრცხვენოდეს, რომ ძუნწი ხარ. მასწავლებელო მაიკ, ჟენია ამ ოთახში აღარ იცხოვრებს. მეც მაწყობს, შენ გარეშე წყნარად ვიქნები. გოგოებო, კარგი საკმარისია, კოსმეტიკის გამო ერთმანეთის დახოცვა არ გინდათ, გეყოფათ. ბაყაყებთან ცხოვრება საინტერესო მაინც არის და სასაცილო. კარგი გოგოებო, აღარაა საინტერესო, წავედით. იცი რა ბლონდი, ყოველთვის იყენებ ჩემ ნივთებს და შენს ნიღბებს ჩაიბღაუჭე? ჟენია, რომ გეკითხა, მოგცემდი, მაგრამ უნდა მკითხო. დაუკითხავად აღება არ შეიძლება.
კარგი, მაიკ, დაწნარდი. კარგი გოგოებო, ნუ კამათობთ, ბაყაყები ვართ. ხო, ახლა თუ იკამათებთ, დაამთავრდება ჩვენი. ხო, მეც ასე ვფიქრობ, ამიტომ ქერა და ჟენია, უნდა შერიგდეთ. არა, ჯერ ბოდიში უნდა მომიხადოს. არასდროს. მასწავლებელო მაიკ, შეგიძლიათ წახვიდეთ, ჩვენით შევრიგდებით. გოგოებო, კარგი, თქვენით შერიგდით. გოგოებო, შერიგდით რა? ჟენია, ყოველი გამოყენებული ნიღბისთვის შენს ზედას ჩავიცვამ. არა, შენ უკვე ჩაიცვი გუშინ ჩემი ქვედაბოლო, ამიტომ არ გამოვა. ღმერთო ჩემო. ჯანდაბა. ძვირფასო დღიურო. სმაილი არ მაპატიებს და ახლა საერთოდ მეშინია, არ მინდა რომ დამინახოს. აი, რა უნდა გავაკეთო? არ ვიცი. ვა, აი ის რომელიც გაიქცა და დაიმალა. დიანა, რა სწრაფი ყოფილხარ? სმაილთან ურთიერთობა ფუჭდება? აი, ჩამშვებებიც მოვიდნენ. რა იყო დღეს სმაილთან ვერ ჩამიშვით? იცით რა ვირთხებო, ამას არ გაპატიებთ. და საერთოდ მასწავლებელ მაიკს ვეტყვი, რომ ლეილა შენ მასწავლებელი მაიკისგან იანას ტელეფონი მოიპარე და ღამღამობით იპარავ ხოლმე და იყენებს ტელეფონს. დიანა, როგორ შეგვაშინე? ვერაფერსაც ვერ დაამტკიცებ, იმიტომ რომ იანას ტელეფონი უკვე კარადაშია. ხო, გამთენი ის 4 საათიდან. ვირთხებო, ხო, დამავიწყდა რომ თქვენ ყველაფერი ძალიან კარგად გაქვთ გათვლილი, მაგრამ მეც არ ვარ თქვენგან შორს. მასწავლებელი მაიკის კარადასთან დავამონტაჟე კამერა, რომელმაც დაგინახათ რომ ტელეფონების გარეშე შეხვედით და ტელეფონებით გამოხვედით. იცი რა დიანა, ამას არ გაპატიებთ. შენზეც ვიპოვით რამეს დიანა და მე რეინანებ, წავედით იანა. ლეილა დღეს ტელეფონის გარეშე ვიქნები? ხო იანა, მაგრამ ლეილა დიანა, სასწაულებრივად იღბლიანი ხარ. ხო, მართლა სასწაულით გაეკეცი სმაილს. დიანა, სმაილი ისეთი გაბრაზებული იყო. გოგოებო, დამინახა? არა. დიანა, რა თამაში შექმენი? ოთახთან თუ მოვა დაგინახავს. ხო, ჯობია კარი დავკეტო. გოგოებო, რა გავაკეთო? მეშინია სმაილთან შეხვედრის. ისეთი გაბრაზებულია, რომ თუ შემხვდა, მეტყვის რომ დავშორდეთ და მორჩა. დიანა, ეგ უნდა გცოდნო და საპირფარეშოში შესვლამდე. კნოპა დიანამ რა იცოდა, რომ ქალი საპირფარეშოში ბიჭი იქნებოდა. საერთოდ ვინ იყო? გოგოებო, არ უთხრათ მერის მერი, ჯობია არ იცოდე. გოგოებო, ვინ იყო? კოსტა. კარგი, კოსტამ გაემზადე, რა უნდოდა ქალების საპირფარეშოში? მერი კბილებს იხეხავდა, კბილებს. გოგოებო, სასაცილო არ არის. მალე ვახშამია და მე ქვევით ვერ ჩავალ, იმიტომ რომ არ მინდა სმაილს შევხვდე. და რამ შიერი უნდა დავიძინო? შია. მეგობარო, რა გიშველებოდა მე რო არ ყავდე. ვიცი როგორც უნდა შეურიგდე სმაილს. პაემანი მოაწყე. მაგარია. კნოპა სმაილთან შეხვედრის ეშინია და პაემანს თავაზობ? გოგოებო, დამაცადეთ. უი, დიანა, ამას ვინახავდი ჰელოუინისთვის, მაგრამ ახლა შემიძლია გათხოვო. კნოპა, მადლობა, მაგრამ მაგით ვერ წავალ პაემანზე. მაშინ დიანა ლამაზად ჩაიცვი ქუსლიანი ფეხსაცმელი და სმაილი დაძნება როგორც კი დაგინახავს. აი ეგ პრობლემაა, კნოპა, არ წამომიღია ქუსლიანი ფეხსაცმელი ქალაქგარეთ სახლში. შენი მეგობარი ისევ შენს დასახმარებლად მოდის. არჩიე. კნოპა, მიყვარხარ. ვაუ, დიანა, ეს ლეოპარდი ძალიან ლამაზია. დიმა, სერიოზულად პიცის ჭამას ასიაპირებ? ხო? ნამდვილი ადამიანივით არ იქცევი. კოსტა, მე ჯენტლმენივით ვიქცევი. აი შეხედე ნამდვილი ბიჭები როგორ ჭამენ. კოსტა, ეგრე პიცას ნამდვილი ბიჭივით კი არა, ორივით ჭამ. დიმა, ამ ბოლო დროს ძალიან უცნაური ხარ. ბიჭებო, დაკავებულია? დაკავებულია. რანაირადაა დაკავებული სათამაშოდებს. სათამაშო არ არის, ვებხვია და მე იმაჩუქა. და მე კიდე მე მეუბნები ხო რამის ბიჭობაზე, როცა შენ თვითონ აქეთ იქით სათამაშოთი დადიხარ. დიმა, შეიძლება შენი დანაავიღო. ვა, კიდევ ერთი ჯენტლმენი. წამოვებ ხო აქედან წავიდეთ, ჯენტლმენებთან ვეღარ ვიჯდები. კარგი კოსტა, თქმელი ძილი სათამაშოსთვის საღამოების საკითხვა არ დაგავიწყდეს. დიმა, მე რო კარგ რაღაცებს ჩუქნის, მაგის გამო ჩემი ნუ შეგშურდება. წამოვებ ხო დავიძინოთ. რაღაცნაირად არ მჯერა რომ კოსტა სათამაშოებთან ერთად იძინებს. ხო, მეც გაკვირვებული ვარ, მაგრამ აქეთ დამცინის. აი დანა რომ თხოვე. მეგობრებო, დღეს საქმეები ვის ქონდა? რატომ არის მაგიდა კიდევ დასრული? საჭმელის ჭამასაზე დასრული მაგიდაზე არ ვაპირებ. ლუზერებო. ჩვენი საქმის დღე იყო. სმაილ ასე რატო ნერვიულობ? რაღაც აიღე და გადაწმინდე. ხო, ხვალ კარგად გავასუფთავებთ. არა ბიჭებო, ამათ როგორ უნდა დაველაპარაკო? მაგიდა დასრულია. დროზე იპოვეთ რაღაცა და გადაწმინდეთ. ისევ ხართ? ხო, აქ ვართ. მოგვიტანეთ თქვენ თვითონ და გადავწმენთ. თქვენ თუ გჭირდებათ, თქვენ გაწმინდეთ. კარგი, საკმარისია. სმაილ დაწნარდ. სმაილ, ვიცი რომ დიანასთან პრობლემა გაქვს. არ არის საჭირო რომ ყველაფერი ჩვენზე ანთქიო. ხო, დიანასთან პრობლემა ნამდვილად მაქვს. ამაც აიდან იციან. და ლუზერებო, ახლა პრობლემები თქვენ გექნებათ. არა, ჩვენ პრობლემები არ გვინდა. ჯობია, არასდროს აღარ დაბრუნდეთ.
კარგი ბიჭებო, სასტუმროში წავიდეთ. იმედია იქ მაინც იქნება სუფთა მაგიდა. იმედია. გოგოებო, აბა, რას ფიქრობთ? არა. დიანა, გამოიცვალე. გოგოებო, რატომ ვფიქრობ, რომ პაემნისთვის კარგია? დიანა, ქვედა ბოლო არის ძალიან მოკლე. ხო, თან ზედაც არ უხდება. დიანა, გამოიცვალე, ეს პაემანია. შემდეგ უსვოლოდებით. კარგი. დიანა. გოგოებო, უარი არ თქვათ, ამით ნამდვილად წავალ პაემანზე. არა, ზედმეტად ვარდისფერია დიანა, გამოიცვალე. ხო, ზედმეტად ვარდისფერია, გაჩერდი. გოგოებო, და თქვენ მეუბნებით, რომ თქვენ ხართ ჩემი მეგობრები? კარგით, რა ნუ მეხუმრებით. დიანა, უმიზეზოდ ნუჩხუბობ. ხო, გინდა რომ სმაილმა გაპატიოს? მაშინ საუკეთესოდ უნდა ეცადო დიანა. გოგოებო, ვარდისფერი არ არის, როგორც ითხოვეთ. ბოდიში დიანა, არა. ეს ბოლოა იცოდეთ. ხილად ვიყავი დიანა იცოდე. ვაუ! აი ეს არის. ეს უნდა ჩაიცვა პაემანზე. სმაილი აუცილებლად გაპატიებს ეგრევე. ძლივს გოგოებო, ძალიან მიყვარხართ. ამდენი ტანსაცმელი არ ჩამიცვამს არასდროს პაემნისთვის. კარგი, დიანა, აქ რატომ გახარ? წადი სმაილთან ერთად პაემანზე. წარმატებები. გოგოებო, თუ სმაილი მეჩხუბა, იცოდეთ დავიყვირებ SOS და თქვენ გამოიქეცით და დამეხმარეთ, მივდივარ. დიანა, წარმატებები. იმედი მაქვს შერიგდებიან. მორჩა მეგობრებო, ამ წამისფერა ყოველთვის მარტო სული ვიქნები. კი. დაუნიძლოვდეთ? სმაილ, შენთან დანიძლოვება არ მინდა. ისე მე მარტო სულობა არ მადარდებს. რომეო, არასწორი დროა არჩია. მორჩა, ამის პატიება არ შეიძლება და არ ვაპატიებ. სმაილ, ყველაფრის პატიება შეიძლება. სმაილ, გამარჯობა, ბიჭებო, შეგიძლიათ სმაილთან მარტო დამტოვოთ? ჩვენ წავედით. რა მოხდა დიანა, ჩემთან მოხვედი? სმაილ, მინდა პაემანზე წასვლა შემოგთავაზო. გავისეირნოთ? რა სიტყვი? დიანა, მართლა გინდა რომ ამ ყველაფრის მერე შენთან ერთად პაემანზე წამოვიდე? პაემანზე? სმაილ, შენთვის გამოვეწყვე. თან ხომ გესმის რომ მე დამნაშავე არ ვარ, უბრალოდ ვიღაცა საერია კაცის და ქალის საპირფარეშო. იცი რა დიანა, პირველ რიგში უნდა დააგაკუნო. სმაილ, რატომ გრაზდები? კოსტა უბრალოდ კბილებს იხეხავდა და თან რომ შევედი იყვირა და შემეშინდა. რა, კოსტა იხეხავდა კბილებს? ხო, სმაილ. მაგრამ მე მითხრეს რომ შენ მოგატყუეს. დიანა, კარგი, მაშინ წამოვა შენთან ერთად პაემანზე. და ისე ძალიან ლამაზი ხარ. ვიცი. და ძალიან მაგარი ხარ. ვიცი. ბავშვებო, დაალაიქეთ ეს ვიდეო, გამოიწერეთ არხი და დააჭირეთ ზარს. მე და სმაილი შევრიგდით. კარგი, ახლა პაემანზე უნდა წავიდეთ. კარგად. და ჩვენ პაემანზე მივდივართ.